და ეხლა მოვიდე საერთოდ ვიზა ჩამიფხე. აუ, რა მაგარია, სად მიდიხარ? სად და იტალიაში. რო გაგიცანი საკუთარი ბიზნესი თუ გექნებოდა არ მეგონა. ხო, კაცებს უჭირთ ხოლმე ჩემი ამოცნობა. ძალის დაურეკე რა და დაელაპარაკე შემეიგდეს რა. ძალიან გაუგზელდა ძმა უკვე ეს გაფუძა. ხა უგზელდა კაია შეჩება რამდენჯერ ავწა დეგუპო აზრი არ აქვს არ მებაზრება მაგ თემაზე ძმა. მაგას კიდე არ დაემართა. ან დაემართა შეჩება არ იცი რომ ეგრე იქნებოდა? კეთი. და მომენატრები. რაც მომენატრები. აფშენიც. წავალ მე მაგას დაუძახ. და ქაურობაც მომენატრებ. Алло. მაგ რა შვებიება? აი ხა ხვდები კლიენტს. შენ? მე სამსახურში ვარ რაღაცა საქმე დარჩა და ვაკეთებ. როდის მიფრინავ? აუ გოგო დღეს ღამე და იჭკუაზე არ ვარ. აუ მაგ გეხვეწები რა ინფორმაციას გაგმოგიგზავნი ყველაფერს რა და მიხედე რა იმ ჩემ კლიენტს, კაი? ხო, აბა რას ვიზავ? აუ ძალიან უნამუსოდ შეგატენე, მაგრამ კაი, რა სისულელეებს მეუბნები, გავაკეთებ ყველაფერს რაც საჭირო. შენ არაფერზე არ ინერვიულო. აი ოქროს გოგო ხარ რა. მითხარი ხარ რა ჩამოგიტანო? აი, მარიკა, რა უნდა ჩამომიტანო, არ გცხვანია? კაი, მე მოვიფიქრებ. კაი, გავიქეცი, მიდი კოცნი და გნახავ. აი, მინდი კეთილი მგზავრობა. გაერთე. კაი, პაკა. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, თავად? მეც კარგად. შევკვეთე რამე? კი, ყავს. აბა, როგორ მიდის საქმე? გადაფორმების საკითხებს უკვე ვაგვარებთ. ეხლა უკვე როგორ გნებობთ გადაკეთება იმაზე, რომ შევთანხმდეთ. ახო არ გშია? არა, სამსახურში მეჩქარება მადლობა. ეს სამსახური არ არის. აბა, რაზე გავჩერდით? გადაკეთებასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს. კი, ყველაფერს. სტეიკი გვინდა და წითელი ღვინო. რაზე გავჩერდი? რისი გადაკეთება არის მეთქე საჭირო? ხო, ეხა წუთი-წუთზე გამოჩნდება ჩემი მეგობარი. მოვა აქ და მაგ დეტალებზე შევთანხმდებით. ისე ჯობია დღეს გავიაროთ აქ ყველაფერი და სანამ თქვენი მეგობარი მოვა, შეგვიძლია მონახაზი გავაკეთოთ. შემთხვევით თეთრი ღვინო ხوار გირჩევნია. არა, მადლობა არ ვსწავლე. სამზარეულო შეგვიძლია გამოვყოთ მისაღებისგან. ნუ თქვენი სურვილისთან მიხედვით. იმიტომ რომ ადრე ეგრე იყო ჩაფიქრებული. ხო, აქ ვართ. შემოდი. სამზარეულო? იცი რომ გიждები ქართულ სამზარეულოს. და რომ მივდივარ ხოლმე მენატრება. ჩამოფრინდები და მე აღარ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანია. ვიფიქრე გავხსნე ქართულ რესტორანს, რაღაცა ჩემით მივხედავ მეთქი, მაგრამ ხო თუ სხვას უყურე და მე არ ვჭამენათ. ინტერიერის დიზაინი მოფიქრებული გაქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ყავს დიზაინერები და თუ სურვილი გექნებათ, შეგვიძლია დაგეხმაროთ. არაფერი არ მაქვს მოფიქრებული, ჯერ სახს ჩავიბარებ
და მე მოვიფიქრებ დანარჩენს. კარგი, დაი ცოტაც დარჩა და მზად იქნება საბუთაში. ხო, რად ხარ? სახლში. რა სახში ვიყავი შენთან და ვიღაც ხალათიანმა ტიპმა გამიღო, აღარ ცხოვრობს ვაფოსა. ხო, მამა ჩემთან გადმოვედი. მე არ უნდა გეთქვა. აი, გრძელი ამბავია, ძალიან ვერ მოგიყვები რა. უშინაც მინდოდა შენი ნახვა რა სალაპარაკო. თუ იკაზე აპირებ ლაპარაკს, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. ნუ რა ის არის ზოგადად მინდოდა ლაპარაკი და გეხვეწები თუ არ ტეხავს გამოვაფშე და მამა შენთან გავიჩნდა ვილაპარაკოთ. კაი, მე დათაკო ერთი ხო და გამოვიდეთ ცოტა ხანში კაფეში. აი, მედი გელოდო. რა? აი, შენთან ვიყავი სახლშია და ვიღაც ხალათიანმა კაცმა გამიღო კარი და სალი აქ აღარ ცხოვრობსო. იქ ძალიან როლშია, ხო? ხო, ძალიან გონია რა თავის სახლშია. კაი, ეცა მოგიერთ ჩემთან ხარ ახლოს. კაი, რა ისე სულ ერთად არ ვართ. მე რა მანდ. დღეს არ გინდა რომ კლუბში წავიდეთ? ხო, მაგრამ კახა? კაი, კახა რას გეტყვის? აუ, რავი, არა ვასება ეს კლუბები ხო იცი. მაშინ დავუთხრათ აკოსთან რჩებით ხო? როგორც გინდა, ვაკოსაც უთხრათ ხო? ვაკო მითხრა ხა სალაპარაკო მაქვს შენთანა და იმედი მაქვს იკაზე არ უნდა მელაპარაკოს. თვითონ ვერ დაგელაპარაკება. ვაფშე არ მინდა ლაპარაკი მე ზიწყება. საჩუქარი რო გამომიწონა იცი? რა საჩუქარი? რავი, რაღაც სამაჯური. რატო არ მიხარი? იმიტომ რომ ძალიან მომეშალა ნერვები, ხგონია რომ საჩუქრებით შემომირიგებს. კაი, ნუ განიცდი. არ მაინტერესებს, საერთოდ არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. კაი, კაი, მიდი დავრეკე მამიშის და გავე. კაი. ისეთი საცობი იყო, რომ ძლივს მოვახცე. არა, ორშაბათს არ დაგეგვიანებ, მოგეთ. გადაყავ ხო? მე განცაქსაშიც ვფიქრობდი და ძალიან ნერვიო. რას ნერვიულობ თუ თაჯია? თუ გიასთან გირჩევნია დარჩენა თქვი იმას. არა, გიასთან არ მინდა, მაგრამ რა. ხო და ნუ მოიგონა ახლა რაღაცები და მომისმინე რა. ხო, კაი, გისმენ. მოკლედ სერიოზული კომპანია. ამპიერის გოგოს ვიცნობ, ხა გამოვა და გაგარკვევს ყველაფერს. და კონკრეტულად მე რა უნდა გავაკეთო მე? ხა რა უნდა გააკეთო და რით იქნებ დასაქმებული, ეგ ზუსტად მეც არ ვიცი და რომ გამოვა თვითონ დაგელაპარაკე, მაგრამ შენ არ ინერვიულო ხა არაფერზე. გამარჯობა. როგორ ხარ ბანცა? კარგად. შენ როგორ? არა, მიშას ნენელის ალბათ თათია ხო? სასიამოვნოა მიმი. ჩემთვისაც. ჩემთვისაც. კაი, დაგტოვებთ ხო მე? კაი. ეკეთ კაირყვევით. კაი, ძალიან დიდი მადლობა. კაი, რა სამბო პირიქით. მადლობა შეიდროებით, აბა. დაგიკეთე. მოკლედ ახლა ჩვენ სანამ დირექტორთან შევალთ, მე მოკლედ აგიხსნე ყველაფერს, კარგი? ცოტა დავიბერი და აი, არ ინერვიულო რა არის, ანერვიულო არაფერი. შენ მუშაობდი ხო თან ამ სფეროში? არა, მე ჟურნალისტი ვარ. იგივეა, არ ინერვიულო არაფერზე. ესეთი სიტუაცია, ჩვენი სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს ჰესებს. შესაბამისად, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ხოლმე ადგილობრივ მოსახლეობასთან და ნუ პრობლემა რა, უფრო გაურკვევლობაა სულ და გვჭირდება კადრი ისეთი, რომელიც მოაგვარებს ამ ურთიერთობას ხალხთან. ნუ დაახლოებით მივხვდი ალბათ ხო, რაშიცაა საქმე? გასაგებია. ხო და აი ეს ჰესების მშენებლობა სადაც არის და მოკლედ აი არ ვიცი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვება ყველგან. ძალიან დიდი ამბავია. თან ეხლა ყველა ჩვენ მოგვაწყდა და აი აღარ ვიცი, ვერაფერს ვეღარ ვასწრებ. ხო და არ გვინდა თან ამ ხალხთან ეს უსიამოვნობა რაღაცა, გვინდა რომ ყველაფერი მშვიდად წყნარად მოგვარდეს ისე, რომ აი რაღაცა პრობლემები სავარიდად თავი რა. ხო და შენ მოგიწევს მოკლედ აი ამ განხრით მუშაობა. ეხლა ვერ გეტყვი ნამდვილად რომ ადვილი საქმეა, ეს მართლა ძალიან შრომატევადია და ძალიან რთულია. ადვილი ნამდვილად არ არის. არა, მუშაობია ესეთ რეჟიმში. ხო, ძალიან კარგი. თან ეხლა აი ამ წუთში ძალიან მჭირდება. აი ხა იმდენი შეკვეთა გვაქვს, იმდენი რაღაცა მოკლედ გასაკეთებელი, რომ თუ ვინმე არა ვიყვანეთ, არ ვიცი მარტო ამდენი რამე როგორ უნდა მოვახერხო, არ ვიცი. შენ მე მგონი ძალიან შეგაშინე ეხლა. არ ინერვიულა. ესეც არ არის ეხლა საქმე, ესე არ ინერვიულა, ძალიან ისე დაგიხატე ეხლა მე მოკლედ. აი ეხლა მე მგონი უნდა გათავისუფლდეს უკვე და შევიდეთ, ხო? დაახლოებით ხო მივხვდი რაც გითხარი. წარმოდგენა შეგექმნა ხო ალბათ ყველაფერზე. ძალიან კარგი. ყავს ხო არ დალევ ისე მანამდე. დიდი სიამოვნებაა. ძალიან კარგი ეხლა გაკეთებ. ცოტნე მოდი შენც. მიდი რა, ასე რა. არა, მაგენ გადაგები. იკითხლი და რა ეს პროფილი არ მივარგამა. Всё.
Oes gaia da. Aia. I actually like that one, so can you send that to me? Yeah. Okay. Chepe. Უნდა გავიდე. უკვე? I have to pack. კაი, საღამოს გამოგივლი, კაი? მას შენ არ აცილებ? კი, მე რა ერთად წავალთ აეროპორტში. ანუ დაგემშვიდობოთ? ასე გამოდის. აუ არა, მე ერთად გავაცილოთ რა. კაი. აუ მე ვერ მოვახერხებ რა რაღაც საქმეები მაქვს საღამოს. მე დავა. All right. See you soon. კარგად აბა. Okay. I'll be waiting. Okay. See you. Bye. წამოსულიყავი რა ძალიან გაუხარდება. აუ მართლა არ მცალია თო წამოვიდოთ. მოიცა ეხა ეს ჩავა და მოწევას გამოგიგზავნის და მიდიხარ? ხო, რა და მე ძალიან მარტივად გავა ვიზაზეც. ანუ დარჩიან საპირე? არ ვიცი, პროსტ ძალიან მაგრამ არ ვიცი. რა დავიხარ? ისე მაგარი სტრანი წვილი ხარ, რა უცებ გაიჩიტეთ ერთად რა. ხო, მაგრამ ძალიან მოგებთ ერთმანეთს, ისე რომ გონია 100 წელია ვიცნობ. ხა ჩავა მშობლებს გაიცნობ. აი, ძალიან მიტყდება ეგ. ხა იცი ესე ვთქვათ, რომ ქართულ რძალს ოჯახში არ შემოუშვა. რა შუაშია? მის რასაც მიყვება, ისინი ძალიან ტრადიციული ტიპები არიან. აუ მე მეჩქარება და უნდა გავიდე რა და თქვენ რა შვებით? რა, მე არ მეჩქარება და ვიქნები ჯერაკ. ხო, მეც მაქვს დრო სანამ ჩაავაგებს ის. კაი, წავედი მაშინ რა. მისმე, თუ შეძლებ წამოდი რა. აუ საქმეები მაქვს, მაგრამ შევეცდები ყველანაირად რა. კაი. აი, კარგად აბა. გაცნათ. აუ შენ მართლა უნდა დარჩე ირლანდიაში? ხო, აბა. და დედა შენ ვარაო მაგაზე? არაფერი. ჯერ არ იცის. ჩავალ და მე დავურეკავ. აუ ის უნდა დამერეკავ. ცოტნეს ტელეფონი. აუ რანაირად დარჩა? დურაკი. გამარჯობა, მენეჯერის ნახვა სად შეიძლება? გამარჯობა. მე ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? დაბადების დღის გადახდა გვინდა თქვენთან. კი ბატონო, როდესთვის გნებავთ? დაბადების დღე დღესაა, მაგრამ ხოლისთვის გვინდა რომ რამე ძალიან განსხვავებული გავაკეთოთ. ქვეყნიდან ვიყავით გასულები და ვერ მოვახერხეთ აქამდე. კი ბატონო, ნახავ ხოლისთვის რომ მდგომარეობა. შეიძლება რომ ვერ მოხერხდეს? არა, აი ნახო მაგიდები თუ არის თავისუფალი ერთი წუთით. კი ბატონო, ხოლ შეგვიძლია დავგეგმოთ. ძალიან კარგი, ძალიან არ მიდოდა ხარ, სადღაც გავსულიყავით. ხაკან. რამდენ ადამიანს ეკნებავთ მაგიდა? მე რაბი, ჩვენ, ჩვენ, ეკა და ნანა. 11. 11 ძალიან კარგი არ იქნება პრობლემა. მენიუზე წინასწარ შევთანხმდებით, ხო? კი, რასაკვირველია, ევროპული სამზარეულო ხომ გაქვთ? კი და ქართულიც გვაქვს რაღაცეები. არა, ქართული არ გვინდა, არა, ძალიან განსხვავებული გვინდა. კარგით. იოს დაუძახე რა ერთი წუთით. ეხ ჩვენი შემსარეული გამოვა და იმასთან უკეთესად დაილაპარაკებთ, უფრო დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. ძალიან კარგი. გამარჯობა. გამარჯობა, თქვენზე გვითხრეს რომ კარგად ამზადებთ და გვინდა რომ შეგამოწმოთ. კი ბატონო. რა შეგიძლიათ რამე განსაკუთრებული რომ შემოგთავაზოთ? ნუ ზოგადად ჩვენი კერძების უმრავლესობას სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ, მაგრამ თუ რაიმე განსაკუთრებული გნებავთ, შეგვიძლია მოვიფიქროთ რამე. გააჩნია რა გნებავთ. მენიუზე საღამოს რო შემოვიაროთ, ეხა გასასვლელები ვართ. კარგით, მაშინ საღამომდე შევხვდებით და დაველაპარაკებთ. კი ბატონო, როგორც გნებავთ. დროებით, მადლობა. კარგი. ელო ერთი წუთი. დალაპარაკება მინდა და შენთან. მანჩო გეხვეწები დავივიწყოთ რა რაც მოხდა. არა, უბრალოდ ბოდიში მინდა მოგიხადო. ძალიან მთვრალი ვიყავი და უბრალოდ ესე არ ვიქცევი ხოლმე. ხო, კაი, არა უშავს, ხდება ხოლმე. ძალიან მწხვენია. თვალებში ვერ გიყურებ წესიერი. აი, ვითომ არაფერი არ მომხდარა. კარგი, მადლობა. აი, მეგობრები ვართ ისინი. კი.
მოკლედ შენი დამსახურებაა სახლი რო ვიყიდე. შენ და სანდროს. თან მეუბნებოდა რომ უნდა გადავიდეთო, მე უარზე ვიყავი, მაგრამ აინც დამითანხმა. ამას თუ მოუწევს აქ ყოფნა, მაშინ მეც მომიწევს. თან ვეუბნებოდი შენთან დავრჩები მეთქი, მაგრამ არაო, კარგი სახლია და იყიდეო. სახლი ნამდვილად კარგია. მაგიტომაც გიხდი მადლობას, თან ისე გულიანად იმუშავე რომ. ჩემი მოვალეობა ეგ არის. რას ამბობ, ზოგი მოშორებაზეა. თან მე რასაც უყურებ ქართულ სერვისს, ძალიან ცუდადაა. ამბოლო დროს ცოტა გამოსწორდა სიტუაცია, ხედავ, ფაქტი სახეზია. მოკლედ ამას საქართველოზე ცუცხო ვერ ათქმევინებ რა. ისე აიჩემა გადმოსვლა რომ ბოლოს მეც მომაფიქრებინა. აბა იქ სანამდე უნდა მეცხოვრა. სანამდე საქმე მოითხოვდა. მაგრამ ეხლა რა ვფიქრდები, მე მგონი სწორად მოვიქეცი. ჯერ ადახარ, მადლობას მეტყვი დაიმახსოვრე ჩემის. ეხლაც გეუბნები. მე უნდა დაგტოვოთ და რაღაცა საქმეები მაქვს, თან მივფრინავ და მოსაგვარებელი მაქვს საქმეები, ხო გეწყინებათ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დეტალებს რაც დარჩა, სანდრო მოაგვარებს, თან თვალდახუჭული ვენდობი. არ არის პრობლემა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცრომა. ჩემთვისაც. შენ არ გემშვიდობები. კარგი, დროებით. აბა, დროებით. კარგი. კარგად. აი ხო თქვა რომ ვენდობი, აი ხე თელი დღე ტვინს წაიღებს იმდენჯერ და არ ეკავს რა. სანდრომ, მეც რა გავიდე. ძალიან გეჩქარება, დარჩი რა ცოტა ხანი დესერტიც ავიღოთ და რაც დეტალებია გავიაროთ რა. იმ დეტალების გავლას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ცოტა ხანი დარჩენა შეიძლება. კარგი. ორი ტირამისუ თუ შეიძლება. მადლობა. ისე შევუკვეთე რომ არ კითხე, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მაგარი ტირამისუ. სხვათაშორის ძალიან მიყვარს. ესე გამოვიცან. და სახლში ვაკეთებ ხოლმე. ესე იგი კულინარიაც გვეხერხი. მოყვარულის დონეზე რაღაცას ვახერხებ. სხვათა შორის ტკბილეული არა, მაგრამ რაღაცებს მეც ვაკეთებ, ხოიცი მარტო რომ ცხოვრობ გიწევს. ნააც მივიდივარ ბიბლიოთეკაში შენ? გამოცდა გვაქვს? არა, პრეზენტაცია მაქვს დასაწერი. და დღეს რა გაქვს დაგეგმილი? არაფერი. ჰორორი გასება? არა. კომედია? არა. ძაბსიუჟეტიანი? კი. ესე იგი დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ კინოში. რა ვიცი, წამოვალ. კარგი, წავიდეთ მაშინ შევშვი ბიბლიოთეკას. არა, უნდა ვიმეცადინო. კაი, დაიგიდე რა. არა, მართლა ვერა. კარგი, მაშინ კინოში წასვლამდე მორჩი ყველაფერს, ოკეი? კაი. კარგი, წავიდეთ. ხო და საბა ისეთ ემოციებში იყო რომ ღამე ძლივს დაიძინა. ხო ძალიან გაერთო. არა ხო გეუბნებოდი არა ხშირად გაყვანა უკეთესი. ნუ ტყილა არ გამყავდა ამდენი ხანი. ხო და ხაც გავიყვანოთ, ახლა მეგობრებთან ერთად. ხო ჩვენთან ერთად გვარიბის სულთან დიდია. ნუ მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ნახოთ რა. კარგი. ნინა, როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. ხოლება დამრჩა. თორე ესე უკეთესად. ხო, საშინელი ვირუსებია. საშინელი, მაგრამ მე მგონი იოლად გამოვწვერი. ძალიან კარგი. კინო როგორი იყო? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომეწონა. რამდენი ხანია ასე ფილმზე არ მეტირია. ხო, ფინალი ძალიან ემოციური იყო. ხო. თავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. კარგით, ახლა მე ძალიან მაგვიანდება დროებით, ხო? დროებით. გოგო კაშალე სუპრა ნახე რა ჯიგრები მოვიყვანა გამარჯობა კარგი ბიჭო არ გინდა რა აიცა ბიჭო დაჭამი გვაქვს ხო გითხარი აიცა ეხლა გაჭმევთ მე თქვენ პურსა ქალო იშტოპი სადაა მე რომ მოვიტანო პადვალშია პადვალშია წავედით მოდით დასხედით აქა დასხედით ეხლა იქნება ყველაფერი წაიბიჭია ზუიოი არა
აი ბიჭი კი ერემა. ამ მოაყვაინა ესა ცოლადა. აბა. დაედო ნებისმიერისთვის სახელი. ვინ ეტყოდა უარს? მა არის შეწუხდა გენდაც. არა შეწუხება. გოგო იქ დავდე სტოპი და ჩამაასხი. აი ხლა თავბედი უნდა გაწყობლინო თქვენა რა. არ გინდა კაცოა ეგეთი. აი კაცო ეხლა რა მინდა და რა მე უკეთ ვიცი ჩემოჯახში. ბიჭო იმ დღეს მე და გენიოსამ 10 ლიტრიანი სტოპის ბოლომდე დავცადეთ. ნახე გენიოსაი. პატრონს ვერ არცლო. არა ისე მაგარი ღვინო მაქვს მე 2 დღეს გრამი პახმელი არ იცის. კაი ღვინოები კი გააქვს. კი. ნინო, დროზე ჩამოასყი ღვინოი. ბიჭო, იმ დღესა ზაზამა აკურთხებინა სახლი. გაბეიტანა ძმარი. მე მეუბნები კაცო სალათა მაიც მოიტანე მოუხდება მე. აი ძმარი კი აქვს მაგა. შანსი არა ამ ლექციაზე არ ვარ შემოსული. ბაბა რას მომიყვანე? რა ვიცი ისე. ატო წამოხვიდე სახლიდან. რა ვიჩხუბე რა წამოვედი. ეხავს. არც ისე, აქ უკეთესად ვარ. აუ სალი. დღეს რომ ვერ წამოვიდე შენთან ერთად კლუბში გეწყინება? რატო? კინოში მივდივარ. ვისთან ერთად? მე და თორვიკე. რა გაცინებთ? არაფერი კინოში დაიწყეთ უკვე მარტო სიარული. შუაშია კინო. აი რა პრობლემაა წავალ სახლში? ძალიან დიდი ბოდიში მარტო. აი რა ბოდიშებს მეხდი? რა ფილმზე მიდიხართ? აზე არ ვარ. სუპერმოდელები. კარგად ერყვა თორნიკე კინოში შეერაშუები. რა? ბაშოზე. რა მაგრა არ იყო. მოყევი აბა. კარჩი თავიდან ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მე ეგრევე მოსკინო ვაფშე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მე რაც გოგოებთან გავიცე რაღაც კამანდაში, იქ გადავედი ამაზე, მაგრამ მოეშალა ნერვები და რა ეგრე წავიდა. გენიოსები ვარ ცალი. ხო და ცოტა ადრე გეკითხა რჩევა. ვერცლა. შენ სხვა გჭირდება ეს რჩევა? ეყობა ეხა რა. აი არ გავედით? ძალიან. მაღაზიებში მინდა გასვლა და გამომყევი. აუ მეზარება. კაი, წავალ მე მაშინ ხო? დროები. ბოდიში რა მართლა. კაი რა ბოდიშებს მიხდი გაგიჩნდება. კოცნი. ოკეი. ფერაც აქ. მე საქმე. კარჩი სალის უნდა დაელაპარაკო რა. ხო ეხა არ მითხრა იკაზეო. აბა ვიზე? ეხვეწები რა. აი გთხოვ ეხა ერთი რაღაცის გამო ყორ დაშორდებიან ერთო. მე გამორიცხული ახლა არ ველაპარაკე რამოდენიმე დღის წინ და ეგრევე სხვა რაღაცაზე იწყებს ლაპარაკს და არ უნდა მაგაზე ლაპარაკე და ახლა როგორ დაველაპარაკო მე რატომ მეუბნებით სულ ეგეთ რაღაცებს. აი რა როგორ უნდა დაელაპარაკო სალია რა გჭირს. ხო თუ სალია მიდი და დაელაპარაკო. აუ კაი რა ერთი ჩხუბის გამო მართლა თაკო რა გჭირს ხო დაშორდებიან ერთმანეთს. არ არის ეგ ერთი ჩხუბი ნუ. აბა რა არის ხო მოუკლავთ აბა რა ვქნათ. მე რა შუაშია მოკლავთ ჩამოვიდეს და დაელაპარაკოს. ეგა დავუყო. არა. აბა სანამ ჩამოვიდეს. და რასაპირებს ვერ გავი არ ჩამოდის? ბიჭო სანამ ჩამოვა ესე უნდა იყნე. მე არ ვიცი ვაკა მოვიფიქრებ. კაი გთხოვ რა. არ ვიცი მოვიფიქრებ. მოიფიქრე. ხო თორნიკე. მორგულია. დაურეკავ და შევთანხმდები მაშინ. ორა მოლექნები. და აბარასიზო. ეს იმამდე რა ხდება. მომავალ კვირაშია ბოლო სასამართლო პროცესი. რა პრობლემა ხო არ არის? რა პრობლემა უნდა იყოს? სასამართლოზე მიუსჯიან და ეგ არის რა, ფულიც გადარიცხულია და ყველაფერი. ხომ არ უწუწუნი? ასე წუწუნი და რა მას მთელი ცხოვრება რო იმუშაოს, მაგდეფილს მაინც ვერ შეუშვა. რა ვიცი ხო იცი რა მაგრამ როგორი ინტრიგანი ტიპია რა. მოდი რა ყურადღება მიაქცია მაინც რამე არ მიქაროს რა. ვიცი, აკონტროლებ რა მას ყველაფერს. ბატონო რამაზ უიო კაცრავად. ბატონო რამაზ პიარის ახალი თანამშრომელია მოსული და გცალიათ რომ შემოვიდეს. კი შემოვიდეს, ოღონდ მეორე დრო.
ეხლა თათია ბატონი რამაზი, ჩვენი დირექტორი. ბატონო რამაზ ეს თათია. ჭირდა. მე დაგტოვეთ. შეუდექით უკვე მუშაობას. ჯერ ვეცნობი აქაურობას. იმი ალბათ აგიხსნათ ყველაფერი, ხო? დიახ, რაღაცები ზოგადად. ყველაფერში ნელ-ნელა გაიყვებით. დიახ. აქამდე სად მუშაობდით? აქამდე ჟურნალში სტატიებს წერდი. ისე ანუ ჟურნალისტი ხართ. დიახ. ძალიან კარგი. ესე იგი წერაც შეგიძლიათ. და ჩვენი საქმიანობის იცით ხო? დიახ, მიმი მითხრა რომ ჰესების მშენებლობით ხართ დაკავებული. ხო, ეხა ეს მშენებლობა ესე სათქმელად ადვილია, მაგრამ ბევრი საქმეებია მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდეც, როგორც არის. დიახ. ის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით ხალხში. ამიტომაც ძალიან ფრთხილი და საჭირო მდგომარეობა. გესმით ხო? გასაგებია, მე ხალხთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ და დიდი ხანია ჟურნალისტი ხართ. საკმაოდ დიდი ხანია სტუდენტობიდან ვწერ სტატიებს. ძალიან კარგი. ისე იგი შეგიძლიათ დღეიდან დაიწყოთ მუშაობა. პრინციპში დღეიდან შემიძლია. კარგით. დანარჩენ საკითხებზე მე დაგელაპარაკებთ, ყველაფერს აგიხსნით. კარგით. მადლობა. ნაჭრები საერთოდ ნაჭრები გასწრება. ნაჭრია მეორე. ყველაფერს გავნაიცინო. რატომ ხედავ? რაღაც საქმე გამოჩნდა თაკოს და ვეღარ დავრჩი. გავო გამოვიცვლი. უნდა დამერეკა რა ბოდიში. არა უშავს გასა. მაინც უნდა გვევახს მე ხა ჩვენ. მე არ შეიძლება შევაჩინო. როგორ ახსენეთ? რატომ გამოცობლინებ? მოდმე დაჭი. მოდმე დაჭი. ნახეთ, ბლინები გამოვიდა. როგორ ნახე? მართლა მაინტერესებს როგორია? როგორ გინდა? ეს. ეს. აია. მინდა გავაგეთო? არა. ახლა გაიგე. ეხლა ვერ მომაჭავო. არა, ჯობია გავიხო. აი. აბოტერა. კარგი რა. გამირეკე. ეხლა დაგახენ უყურეთ ფეხბურთს. არ მეყვარს მამა ფეხბურთი. მოგიყვარდა. ჭამე რა. ჭამე გასინჯე. მამა მე თაკოსთან გადავალ რა. რატო? რა ხელს გიშლი შენც. აი მა რა სისხლი ეს ლაბორა. ბიგი მიხარია სახში მოსვლა როცა ვიცი ვახა. ხო, მაგრამ აქვე ცხოვრობს და შემოგივლი ხოლმე. შენ თუ ფიქრობ რომ ხა ეს დღევანდელი შემთხვევის გამო შენ მე მაწუხებ? არ არის ეგრე. ეგრეა. აი რა მამა, არ არის მეთქე ეგრე გეუბნები რა. ან თაკოს აქ შენი ადგილი. კი მითხრა ადრეც გადმოდია და გადავალ რა. ახლა კარგია რომ მეგობა შენი დახმარება უნდა. კი ბატონო, მაგრამ მე აქ ვარ და რატო უნდა იცხოვრო სხვაგან? იმიტომ რომ 2 წლის ბავშვი აღარ ვარ და ხვდები რომ მარტო გირჩევნია ცხოვრება. არ არის მეთქე ეგრე გეუბნები. დამიჯერე. ხა შენ როგორც გინდა. არ მიშლი ხელს დამიჯერე. კი წავალ მე დავიწინებ. სალი.
მაგრამ ხო ესე როგორ მეყვარხარ? კი, მეც მეყვარხარ. რა გეჩქარებოდათ ბიჭო, რა გეჩქარებოდათ? არა უნდა გავიდეთ, კაცო თქვენს მოსვენება ხო გიდათ. ვალ, ჩემთანა, ხო გახსოვს? ო, კი, ძბეზგულო, კი, შენ გენაცვალ. კარგად ბრძანდებოდა. ნახვამდის. ხვალ ეს კაცი უნდა მოგპარო იცოდე. გენაცვალე მე. ჩემი ძმები ხართ, ხო იცი? ჯიგრები ხართ. კარგი გაგუშვი ხარ, ჩემი. კარგი გაგუშვი და წადი თქვენს მოგიტყათ, კარგისთან. წადი დაგედა. ჯიგრები ხართ, ჯიგრები. მოდია. დაიცა რა. მოდი ჩემთან. დაიცა ვალაგებ. მოდი მეთქი არა გეუბნები ესენს. დაიცა 2 წუთი ვალაგებ. რასწავლაგე მოდი აქ ერთად. ეხლა წავაგებ შენი დედა მოწყან მოდი მეთქი რო გეუბნები არ და ეხლა წავაგე მოდი. 2 წუთი დაწევი. მოდი ციცხვილი. 2 წუთი სიტყვა. მისმინე შედი ოთახში და შემოვალ. შედი ოთახში და შემოვალ. შედი. აბა ეხლა მითხარი როგორ ახართ? გამარკვიე კარგად. რაშუთ სახში? სუდად. ისკია სუდად. რატოშო? რა მოხდა? თან რაღაცა არ მინდა რომ ამ ლაპარაკის მერე ცუდი ურთიერთობა გქონდეს. უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნოდა რომ სხვა მიყვარს რა. აი ეს რო რეკავს მე ნერვები მეშლება. სულ რეკავს და მინდა რომ გაჩვენდეს. ძალიან მინდა რომ გაჩვენდეს. ძალიან მინდა. არ მიეკარო, შენ არ უნდა მიეკარო, ეს უნდა გაჩვენდეს. სულ რეკავს. სულ რეკავს. სულ რეკავს. მოხეწები დაწყნადი და ოზუკა. აცხა. სახში რა იყო რა ხდება? ბიჭო დატოსთან არ ამოსული და რა ვაკაკნებ და არ მიიღებს კარგს. რატო არ აქვს? რა მეზობლად მქონდა ხე შევიდე და იქიდან გადავედი ან რაღაცა ქნა რას და მოხვალ შენ. აი დაგირეკო მო